ტრამპმა ახლახან გადახდილი ანგარიში პოლიტიკური იარაღად გადააქცია. დაპირისპირება, რომელიც თეთრ სახლსა და ვატიკანს შორის უკვე იზრდებოდა, ახალ ფაზაში შევიდა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გააზიარა პოსტი, რომელიც რობერტ პრევოსტის დრევანდელი პაპი ლეონ XIV-ის ძველ პუბლიკაციებს იხსენებდა და დააკომენტარა ფრაზით „არ არის კარგი“. ამ მომენტიდან დაპირისპირების ხაზი ნათელი გახდა 2026 წლის 20 აპრილს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურდა ეჩვენებინა, რომ ახალი პაპი არ გამოჩენილა როგორც ნეიტრალური ხმა, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც უკვე საჯაროდ გააკრიტიკა ტრამპის დრის წესრიგი, მიგრაციის პოლიტიკა და JD Vance-ის რიტორიკა. ის, რაც თითქოს დავიწყებული იყო, კვლავ ზედაპირზე ამოვიდა და თან ძლიერად. პრაქტიკაში გამჟღავნებული არ ყოფილა არც პირადი შეტყობინებები და არც კულისებში გავრცელებული ხმები. ეს იყო მაშინდელი კარდინალი პრევოსტის მიერ X-ზე, ყოფილი Twitter-ის პლატფორმაზე გადაზიარებული პოსტები და პოზიციები. Reuters-მა დააფიქსირა, რომ 2025 წლის თებერვალში მან გააზიარა სტატია სათაურით, სადაც ნათქვამი იყო, რომ JD Vance ცდებოდა, როცა ამბობდა, რომ ქრისტიანუმის სიყვარული პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაემორჩილებინა. შემდეგ 2025 წლის აპრილში მან ასევე გააზიარა კრიტიკული შეტყობინება დონალდ ტრამპისა და ნაიბე ბუკელეს შეხვედრის შესახებ, სადაც მოითხოვდა მგრძნობიარობას მიგრანტების ტანჯვის მიმართ. ეს გადამწყვეტია, რადგან აჩვენებს, რომ მიმდინარე დაპირისპირება არ საიდან არ გაჩენილა. ის უკვე დათესილი იყო მანამდეც, სანამ თეთრი კვამლი ახალ პაპს გამოაცხადებდა. ამ კრიზისის ცენტრში მყოფი ადამიანები წარმოადგენს ფეთქედმოადგენს ფეთქებად კომბინაციას. ერთ მხარეს არის დონალდ ტრამპი, რომელმაც გადაწყვიტა პაპი ღია პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიეჩნიოს. მეორე მხარეს კი ლეონ XIV დგას, პირველი პაპი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა და რომლის ციფრული წარსული დაკავშირებულია ისეთ სენსიტიურ თემებთან, რომლებიც ამერიკელი კონსერვატორების ბაზისთვის მნიშვნელოვანია. ამ ცეცხლოვან დაპირისპირებაში შუაში აღმოჩნდნენ JD Vance, რომელიც პირდაპირ დაზარალდა ერთ-ერთი ძველი პოსტის გამო, და ასევე Tom Homan, საზღვის პოლიტიკის ძლიერი ფიგურა, რომელმაც დაიწყო ვატიკანიდან წამოსული კრიტიკის მკაცრი და პირდაპირი ენით საპასუხოდ გაჟღერება. შედეგად მივიღეთ იშვიათი კონფლიქტი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საჯაროდ უპირისპირდება ამერიკელ პაპს იმიგრაციის, ომისა და მორალური ავტორიტეტის თემებზე. Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 აპრილს ტრამპმა ლეოს შეუტია და პაპი დაასახელა როგორც სუსტი დანაშაულთან ბრძოლაში და საშინელი საგარეო პოლიტიკაში. მიზეზი უშუალოდ იყო პონტიფიკოსის კრიტიკის გამწვავება ომთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები, ისრაელი და ირანი, ასევე უკვე ცნობილი კრიტიკა ამერიკის იმიგრაციის პოლიტიკის მიმართ. მეორე დღეს პაპმა უპასუხა და განაცხადა, რომ არ ეშინია ტრამპის მთავრობის და გააგრძელებს ხმის ამაღლებას ომის საშინელებების წინააღმდეგ. კამათი შესაბამისად გამოვიდა მინიშნებების ფარგლებს გარეთ და გადაიქცა ღია საერთაშორისო დაპირისპირებად, რომელიც ძალიან სიმბოლურია. როგორ გაამწვავა ეს დაძაბულობა ტრამპმა? ის მხოლოდ პაპზე პირდაპირ თავდასხმით არ შემოიფარგლა. Crooks-ის მიხედვით პრეზიდენტმა გააზიარა მული X-ზე არსებულ ანგარიშზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ გამოავლინა ლეო მე-14-ის წაშლილი tweet-ები. პუბლიკაცია აერთიანებდა იმ დროის კარდინალისლის ძველ პოსტებს იმიგრაციაზე, სოციალური სამართლიანობაზე, კლიმატზე და ანტიიმიგრაციულ რიტორიკაზე კრიტიკას. ამ ჟესტმა ძლიერი პოლიტიკური ეფექტი მოახდინა. მან ცენტრი გადაადგილა. ეს აღარ იყო მხოლოდ პაპი, რომელიც ტრამპს აკრიტიკებდა. ეს უკვე ტრამპი იყო, რომელიც კონსერვატიულ საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ პაპი დიდი ხანია პოლიტიკურად მოქმედებს იმ თემებზე, რომლებიც ამერიკულ მემარჯვენეობას ძვირფასია. ეს იყო მკაცრი, გათვლილი და ხმაურიანი შებრუნება. ამ საკითხს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ ისტორიის არსებობა ტრადიციულ მედია საშუალებებშიც კი დაფიქსირდა, სანამ სიტყვიერი ომი დაიწყებოდა. Reuters-მა აჩვენა, რომ რესპუბლიკელები ავრცელებდნენ კრიტიკულ მასალას ტრამპის გამარჯვებასა და მის იმიგრაციის პოლიტიკაზე. Associated Press-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია ვატიკანსა და ამერიკის მთავრობას შორის ძლიერ დაპირისპირებაზე, როდესაც ეკლესიამ დაგმო მასობრივი დეპორტაციები და უპასუხა იდეას, რომ ადამიანის ღირსება შეიძლება ადმინისტრაციულ დეტალად ჩაითვალოს. ტრამპისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის ეს ძველი მასალა ახლა მტკიცებულებად ითვლება იმისა, რომ ლეო მე-14-ის პოლიტიკაზე საუბარი მხოლოდ პაპად გახდომის შემდეგ არ დაწყებია. ის მანამდეც საუბრობდა. და სწორედ ეს იყო ის, რისი გამოკვეთაც პრეზიდენტს სურდა. სადაც ეს დაპირისპირება ყველაზე მგრძნობიარე ხდება, ეს არის საზღვრების საკითხი. ძირითადი დოკუმენტი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას. და საჯარო ფაქტები აჩვენებს, რატომ გახდა ეს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი საკითხი. Associated Press-მა დააფიქსირა, რომ Tom Homanმა ასე უპასუხა. ვატიკანი არის სახელმწიფო, რომელიც გარშემორტკმულია კედლებით და ეკლესიამ შეერთებულ შტატებს საზღვრებზე ჭკუჭკუა არ უნდა ასწავლოს.
იგივე მასალა აღნიშნავს, რომ ვატიკანმა გაამკაცრა სანქციები არალეგალური შესვლისთვის და ზოგ შემთხვევაში თაღლითობის, მუქარის ან უსაფრთხოების დარღვევისას ითვალისწინებს 4 წლამდე პატიმრობას და 25,000 ევრომდე ჯარიმას. პოლიტიკურად ეს კონტრასტი ბომბად იქცა. ტრამპის მხარდამჭერი ფრთისთვის პაპი აკრიტიკებს ეროვნულ კედლებს, მაშინ როცა თავად მართავს გალავნით შემოსაზრულ და დაცულ ტერიტორიას. კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც პოლიტიზაციის ეჭვები გააძლიერა, იყო ლეონ 14-ის შეხვედრა დევიდ აქსელროდთან. 2026 წლის 9 აპრილს CBS ჩიკაგომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაპმა მიიღო დემოკრატების ვეტერანი სტრატეგი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი. და Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ეს შეხვედრა მოიყვანა მაგალითად, როცა ლეონ 14-ის დაესხა თავს და დაადანაშაულა იგი რადიკალური მემარცხენეების მიმართ მაამებლობაში. აი, რატომ არის ეს ინფორმაცია ასე მნიშვნელოვანი? იმ დროს, როცა ვატიკანი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პაპი საუბრობს სახარებიდან და მშვიდობაზე, მაღალი რანგის პოლიტიკურ ოპერატორთან შეხვედრის სურათმა ტრამპს კონტრშეტევის შესაძლებლობა მისცა. ამ ისტორიაში კიდევ ერთი გადამწყვეტი ელემენტია. ძველი ანგარიში წაიშალა, მაგრამ არქივი არ გამქრალა. ვატიკანის ნიუსმა 2025 წლის მაისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეონ 14-მა გადაწყვიტა აქტიური ყოფნა, შეენარჩუნებინა მხოლოდ პაპის ოფიციალურ ანგარიშებზე X-სა და Instagram-ზე. ამერიკა მაგაზინმა პირდაპირ აღნიშნა, რომ მან წაშალა პირადი ანგარიში, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როცა ის მამა რობერტ პრევოსტი იყო. მაშინ, როცა ვატიკანმა ოფიციალური პროფილები @pontifex-ის სახელით შექმნა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ციფრული გარემო შეიცვალა, მაგრამ ძველი პროფილისთან დაკავშირებული პოლიტიკური ისტორია შენარჩუნდა ეკრანული სურათებში, არქივებში და ხელახალ გამოქვეყნებებში. ინტერნეტის ეპოქაში წაშლა არ ნიშნავს გაქრობას და დონალდ ტრამპმა ეს სწრაფად გაიგო. საბოლოოდ დონალდ ტრამპმა სცადა გამოიჩინა წინააღმდეგობა, რომელიც პირდაპირ მიმართავს კონსერვატორ ამომრჩეველს. პაპა, რომელიც მშვიდობას ითხოვს, ომს გმობს და დეპორტაციებს აკრიტიკებს, მაგრამ ამავდროულად ციფრულ სივრცეში ღრმად პოლიტიკურ თემებზე საჯარო ჩარევების წარსულიც აქვს.